გამარჯობა ეთერშია ქრონიკა 17-ზე გამოშვებაში ნახავთ. ვინ როგორ ემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის დეტალები რამდენიმე წუთში. გენერალურ პროკურატურაში მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. ამ საქმის ფარგლებში ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა დღეს დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, რასაც ხადებს გამოკითხვიდან გამოსული დავით სუჯაშვილი, ამას მაკუნა აბულაძე გვეტყვის. 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გენერალურ პროკურატურაში. დავით სუჯაშვილმა თქვა, რომ მის მიმართ შეკითხვები არ იყო მხოლოდ ამ სტატუსის გამო, ის 2019 წელს ასევე გახდათ უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ მოქმედი წევრი. როგორც სუჯაშვილი ამბობს და გამოკითხულთა უმრავლესობის მსგავსად, ისიც ადასტურებს, რომ არც თავად და არც მისი უწყება ინფორმირებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილების შესახებ არ ყოფილა. მისივე განმარტებით შესაძლოა ეს ვალდებულება გიორგი გახარიას არ ჰქონდა, თუმცა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უკეთესი იქნებოდა დაზვერვის სამსახურის ინფორმირება. დავით სუჯაშვილი ყურადღებას ამახვილებს ერთ დეტალზე, რომ უსაფრთხოების საბჭოს არც ერთ სხდომაზე მისი თქმით ეს საკითხი არ განხილულა. ასევე მან განმარტა, რომ ვალდებულება გიორგი გახარიას სწორედ ამ ნაწილში ჰქონდა, უკაცრავად თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თუ ის ხედავდა რისკებს მართლაც სოფელ ჩორჩანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მას თხოვნით უნდა მიემართა მაშინდელი პრემიერ-მინისტრისთვის, რომ ჩაენიშნა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი ერთად განიხილავდა ამ საკითხს. სუჯაშვილმა თქვა ისიც, რომ საგუშაგოს ჩადგმის შესახებ ინფორმაცია მან ღია წყაროების მეშვეობით მიიღო. ისაუბრე როგორც უსაფრთხოების საბჭოს წევრმა. იყო ორი საბჭო, ეს არის უსაფრთხოების საბჭო, რომელიც პრეზიდენტს ექვემდებარებოდა და სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო. ეს ორი საბჭო რო გაუქმდა, მე ჩატარდა რეფორმები. და შეიქმნა ახალი ეროვნული საფრთხოების საბჭო. ამან წაიღო თავის პერიოდი, ხო? და ეს იყო პირველი შეხვედრა და ძირითადად ეს შეხვედრა ატარებდა ტექნიკურ, ესე ვთქვათ, საორგანიზაციო ხასიათს. საბჭოს თითოეულ წევრს, მოდელი მოქმედი საბჭოს თითოეულ წევრს შეუძლია მიმართოს თავის კომპეტენციის ფარგლებში პრემიერს, რათა მან მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. საბჭომ უნდა განიხილოს მსგავსი საკითხები. შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მინისტრიდან ამაზე ინფორმირებული აყო. ღია წყაროებიდან გავიგე ეს ინფორმაცია. კარგი იქნებოდა, რომ მანამდე ემცოდნოდა ეს ინფორმაცია. მოსახლეობა ჩავარდა საკმაოდ რთულ ვითარებაში, იქ საგუშაგოები, დამატებით საგუშაგოები გახსნეს რუსეთის ფედერაციამ გახსნა დამატებით საგუშაგოები. მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მოწყობის მცდელობის საქმეზე გამოკითხვები გენერალურ პროკურატურაში გრძელდება. მაყურებლისთვის უკვე კარგად ცნობილია, რომ 2019 წელს შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო ჩადგა, რომელსაც შედეგად მძიმე შედეგები მოჰყვა. ოკუპანტებმა დამატებითი საგუშაგოები განალაგეს, ასევე დაიკარგა 1,000,000 კვადრატული მეტრი ქართული მიწა და მოსახლეობა დღემდე ვერ სარგებლობს ტყით. პირდაპირ ეთერში მაკუნა აბულაძე საუბრობდა. საბას ხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმის მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდა. შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე პროკურატურამ დააყენა. მუხლის გადაკვალიფიცირების გამო დაცვის მხარემ ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ჩვენ მოვიპოვეთ ათეულობით მოწმის ჩვენება ნეიტრალური, მოვიპოვეთ სასტუმრო ქორთიერ მერიოტის ჩანაწერი, უამრავი ტელეკომპანიის პირდაპირი ეთერი და ეს ყველა მტკიცებულება დაუკავშირეთ ლოგიკურად ერთმანეთს. და გამოვიდა ისე, რომ ამ მტკიცებულებამ არსებითად ხელყო ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჰქონდა საბას ხვიტარიძეს ჩადენილი. პროკურატურა ყოველთვის ხელმძღვანელობს მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლოში გამოყენებული მტკიცებულებებით უთხოვარად ვერ დგინდებოდა, რომ ბრალდებულმა შესაძლოა იცოდა პოლიციელების მიერ სამსახურების საქმიანობის განხორციელების თაობაზე, ამდენად პროკურატურის მიერ მიღებული იქნა ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება მისთვის კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე.
თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე პოლიციის დაახსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ისევ რჩებიან, ტერიტორიიდან გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, სწორედ ამას მოყვა ხმაური და დაპირისპირება ახსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, რომ შენობა ნაგებობები სრულად ამორტიზებულია, რასაც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს, მოსახლეობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ადგილზე მცხოვრები ყველა ოჯახი თანახმა მიიღოს ის შეთავაზება, რაც დღემდე იყო გაჟღერებული, როგორც სახელმწიფო დაწესებულებებისგან, ასევე კრედიტორისგან. აქ გულისხმობ ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზებას, თბილისის მერიის შეთავაზებას და კრედიტორის შეთავაზებას, რაც გულისხმობს აქ მცხოვრები პირების, რომელთაც არ გააჩნიათ სხვა საცხოვრისი, განსახლებას ან მათთვის კონკრეტული უძრავი ქონების გადაცემით, ან ქირით უზრუნველყოფის. ახსრულების ეროვნული ბიურო ჩართულია და ეხმარება აქ მყოფ პირებს, რომ მათი მოძრავი ნივთები გადატანილი იქნას იმ მისამართებზე, რასაც ეს პირები მიგვითითებენ. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორიგების პროცესმა გამოიღო შედეგი და ამ წუთასაც კრედიტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება იმისთვის, რომ აქ მუდმივად მცხოვრები პირები არ დარჩნენ ქუჩაში. მიზეზი, რატომაც დღეს ახსრულების ეროვნული ბიურო მხარდამჭერ უწყებებთან მისამართზე მოვიდა, გახლავთ ის მდგომარეობა, რაც გააჩნია შენობა ნაგებობებს. ვიზუალურადაც იმჩნევა, რომ საშიშია საცხოვრებლად, თუმცა ეს არ არის სარიელი სიტყვები და ამ გარემოებას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია, უარგისია საცხოვრებლად და შესაბამისად საჭიროებს დაუყოვნებლივ დემონტაჟს. ახსრულების ეროვნული ბიუროს ძირითადი ფუნქცია ეს გახლავთ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ახსრულება, რაც გულისხმობს მათ შორის კრედიტორის უფლებას მიიღოს დროში ეფექტიანად და სწრაფად ის შედეგი, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ არის დადგენილი. თბილისის მერია ცხადებს, რომ თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე შენობა ნაგებობა კერძო საკუთრებაა და ამ საკითხზე სამართლებრივი დავაც მიმდინარეობდა. კახაკალაძის თქმით, ავარიულ შენობაში მცხოვრები მოქალაქეებიდან 9 ოჯახი თბილისში არეგისტრირებული, რომელთაც მუნიციპალიტეტმა ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა, თუმცა ამ შეთავაზებას მხოლოდ 2 დათანხმდა. კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. დევნილებთან მიმართებაში რაც შეიძლება ითქვას, ეს არ არის რა თქმა უნდა ეს ყველა მოქალაქე, რომელიც იქ იმყოფება დღეს, ის არ არიან ყველა დევნილები, მათი რიცხვი საბოლოო ჯამში არის 58, რაც იდენტიფიცირებულია. ეს მცირე ნაწილია რა თქმა უნდა მთლიანად აქ შესული ადამიანებისა და მათგან უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ დიდ ნაწილთან მიმართებაში, პრაქტიკულად ნახევართან მიმართებაში სახელმწიფოს უკვე აქვს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე კონკრეტული გადაწყვეტილება, კონკრეტული არამცდუ შეთავაზება, არამედ კონკრეტული უძრავი ნივთების გადაცემის თვალსაზრისით ვალდებულება შესრულებული. რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს, დიდ ნაწილთან მიმართებაში, პრაქტიკულად უდიდეს უმრავლესობასთან მიმართებაში არის კონკრეტული პროექტები, კონკრეტული განაცხადები, რომელიც განხილვის პროცესშია. შენობა არის ავარიული, შესაბამისად საჭიროა მისი დამთავისუფლება. პირველ რიგში ხა გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, არის ავარიულიც და ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდება მათი გამოყვანა. სხვათა შორის არის 9 ოჯახი, რომელიც თბილისში არის რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა, ქირით გაყვანა, 2 უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებული წინადადებებით, დანარჩენებმა არ დაეთანხმნენ აღნიშნულს. Deep State-ის სქემაზე და გავლენებზე კომენტარები კეთდება ქართულ ოცნებაშიც. მაღალი თანამდებობის პირი, ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ საუბრობდა ამ ყველაფერზე. ჩვენ ვისმენდით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს, ასევე ამ რადიკალური დაჯგუფების ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს. ის ნარატივი რაც მოდიოდა, მას ყავდა მისი გამჟღერებლები აქ, ხო? იგივე უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები, ხო გახსოვთ, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, ხო? რომელიც გამოდიოდა და პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოში უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და საქართველო უნდა შეეხიდოს უკრაინას ამ ომში. ეს არის გლობალური ომის პარტია, იგივე Deep State, სადაც პირდაპირ საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები. ქართული ოცნება, ეს არის გუნდი, რომელიც აკეთებს ქართულ საქმეს. იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას, იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის ინტერესს. აი ეს არის მოცემულობა, თუმცა მეორე მხარეს მიდის პროპაგანდა 2012 წლიდან მოყოლებული, ნახეთ, ძალიან საინტერესო იქნება ეს ყველაფერი, რომ რუსული, რუსეთი, აი ეს არის მათი პროპაგანდა, ეს მარტო საქართველოში არ არის. ყველგან მთელ მსოფლიოში
არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე საუბრობდნენ, რომ რუსეთი ეხმარებოდა და რუსული პროექტია, ხო წარმოუდგენელი. ბარაკ ობამას ჰქონდა პირდაპირ ეს დავალება Deep State-დან მიღებული და ჩართული იყო როგორც CIA-ის ხელმძღვანელობა, ისე FBI-ის შემადგენლობა. ხელწერა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კარგად არის ნაცნობი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც იცავს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტს და პირველ პლანზე აქვს წამოწეული თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ეწინააღმდეგება LGBT პროპაგანდას, სურს მშვიდობა და ეწინააღმდეგება ომს, ეწინააღმდეგება არალეგალურ მიგრაციას. ეს პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური ჯგუფები არ ჯდებიან Deep State-ის დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, და მათი გაშავების ყველაზე მარტივი ხერხი არის თითქოს რაღაცა პრორუსის იარლიყის მიწებება. 12 წელია ამაზე საუბრობენ და ფიზიკურად ერთი მაგალითი ვერავის ვერ მოყავს, თუ რა გავაკეთეთ რუსული საქმე. ჩვენ იგივე ვაკვირდებით ევროპის სხვადასხვა წამყვან ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში ქალბატონი ლეპენი, რომელიც ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ფიგურა არის, აკრძალეს პოლიტიკიდან ზუსტად მაგ იარლიყის მიწებების გამო. ბატონი ჯორჯესკუს არჩევნები მინდა გავიხსენო რუმინეთში, სადაც მან გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში და უქმეს და იქაც საბაბი მოიფიქრეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, რომ რაღაცა რუსული ჩარევა იყო და რუსული კავშირები აქვს. შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტთან ობამასთან და მოქმედ პრეზიდენტთან დაკავშირებით არსებული სკანდალი, რომელიც ფაქტიურად გორდება დღეს შეერთებულ შტატებში, არის ამის პირდაპირ მტკიცებულება, რომ Deep State-ის როლი დღესაც კი არის საკმაოდ გავლენიანი შეერთებულ შტატებში და ის არა მხოლოდ ამერიკაზე, არამედ დანარჩენ მსოფლიოზეც მოქმედებს. ამიტომ ბანკოს სახლებით ჩამოიშალა რადიკალების ეს ტყუილი ნარატივი, შეეხება იმას, რომ თითქოს ქართული ოცნება არ არსებულ ძალაზე საუბრობს. კახა კალაძის თქმით, ის აპირებს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თბილისის მერის განცხადებით, ოფიციალური წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება, მზადება უკვე დაწყებულია და ქართული ოცნება საარჩევნო კამპანიას მალე გახსნის. ბევრი კარგი პროექტი იქნა განხორციელებული, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, სოფლებში, ქალაქებში. თუმცა ცხადია, არსებობს გამოწვევები, არსებობს პრობლემები. მე თბილისში ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო, იმიტომ რომ ყველა პრობლემა ვიცით, ყველა გამოწვევა ვიცით, თუ რა უნდა გაკეთდეს. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, ოპოზიციაზე არ მინდა ვისაუბრო. ასებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორი ფორმით წარდგება, ვინ მიიღებს მონაწილეობას. თავარი არის ის, რომ ჩვენ უკვე მზადება დაწყებული გვაქვს არჩევნებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არასდროს კომუნიკაცია და კონტაქტი არ გაგვიწყვეტია ხალხთან და ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი სიძლიერე ჩვენი გუნდისა და ერთადერთი გუნდი, ვისაც რეალურად გააჩნია კონკრეტული ხედვა თუ რა უნდა გაკეთდეს პირობითად დედაქალაქში, თუ როგორ უნდა უწევდოს იმ გამოწვევებს, რომელიც ეს პრობლემების სახით არის წარმოდგენილი, ეს არის ქართული ოცნება. დარახდება ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვით ადრე, ამას ანუკი ჩხიკვაძე გვეტყვის. მაშინ როცა მართველი პოლიტიკური გუნდი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება, ამ საკითხზე ჯერ კიდევ გაურკვევლობა ოპოზიციაში. ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას გაუმართლებელს უწოდებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს შესაძლებლობა ოპოზიციამ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის კიდევ ერთხელ უნდა გამოიყენოს. როგორც აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის იდეა, რომელიც არც არჩევნებში მონაწილეობას და არც ბოიკოტს მოიაზრებს, ოპოზიციიდან მხოლოდ ანა დოლიძემ გაიგო. იქ, სადაც არჩევნებისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია, ოპონენტების გაურკვევლობა არ უყვერთ. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას შანსი არ აქვს, ვინაიდან ისევე როგორც წარსულში, ახლაც ქართველი ხალხი მხარს მშვიდობასა და სტაბილურობას დაუჭერს. ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ რუსულ სპეცოპერაციაში, ვინი თანამშრომლობს ქართულ ოცნებასთან, არის ჩვენთვის უკვე ნაკლებად რელევანტური. ჩვენ ყველა სხვადასხვა პოლიტიკურ შეხედულებას ამ საკითხზე ვცემთ პატივს, ვიცით ახლაც, რომ ჩვენ გველის უთანასწორო, მძიმე, რთული პროცესი, მაგრამ ჩვენ პოლიტიკაში ვართ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ. პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაუმართლებელია, თუმცა ამავე დროს პარტია ხალხისთვის მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ ვუერთდებით ბოიკოტს. თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენ მზადება უკვე დიდი ხნის დაწყებული გვაქვს, საშტაბო მზადება და ჩვენ ყოველთვის თვეებით ადრე ვიწყებდით ხოლმე მომზადებას, ვიდრე რადიკალური ოპოზიციური პარტიები, ფაქტობრივად წინა წელს მათ მზადებაც არ დაუწყიათ, გარედან ჩაუტარეს წინა საარჩევნო კამპანია. 4-ვე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალით იმართება, ეგრეთ წოდებული Deep State-ის მიერ, თუმცა შიდა კონკურენცია არსებობს, ვინაიდან ყველა სურს რომ იყოს Deep State-ის ფავორიტი, ვინაიდან ფავორიტს აქვს უფრო მეტი დაფინანსება, სარგებლობს უფრო მეტი პრივილეგიით და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს
ერთის მხრივ არის დადგმული სპექტაკლი იმისათვის რომ რაღაცნაირად გამიჯნონ თითქოს ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძის პარტია ცალკე ძალებს წარმოადგენენ ხოლო სპექტაკლის გარდა აქ ბუნებრივი პროცესიც მიმდინარეობს შიდა კონკურენცია და შიდა დაპირისპირება სწორედ ამ ფავორიტობიდან გამომდინარე 64-ვე მუნიციპალიტეტში რადიკალებს ელოდებათ ძალიან მძიმე მარცხი ქართული ოცნებისგან იმის მიუხედავად რა კონფიგურაციით იქნებიან რადიკალები წარმოდგენილი როგორც სცენარს დადგავს საბოლოოდ მათი პატრონი საქართველოში იქნება ნაწილი გამიჯნული ამ პროცესისგან იმისთვის რომ ხალხის თვალში კვლავ აი ეს ხაზი გაესვას თითქოს არსებობენ მეორე ნაწილი შუაში სტური ძალები რომელიც იღებენ მონაწილეობას და ნაცმოძრაობასთან მათი ცოდვები დამძიმებულები არ არიან ამ ნებისმიერი კონფიგურაციის მიუხედავად ყველას ვინც ქართულ ხალხს და ქართულ ოცნებას არჩევნებზე შეეცდება რომ სათანადოდ დემოკრატიული პრინციპების დაცვით ბუნებრივი არჩევნების გზით გარკვეული პაექრობა შესთავაზოს ბუნებრივია მათ ელოდება ძალიან მძიმე მარცხი. პროცესები მიდის ისე როგორც ვამბობდით გაყოფილია ნაცმოძრაობაში მოსაზრებები არჩევნებთან დაკავშირებით ეს მოსალოდნელიც იყო იმიტომ რომ არ არსებობს საკითხი რომელზეც შეიძლება ეს ხალხი გაერთიანდეს საზოგადოება კარგად ხედავს სად არის სიკეთე და სად არის ბოროტება სად არის სუვერენიტეტის დაცვა და სად არის სუვერენიტეტის დაკარგვა სად არის ოჯახური ღირებულებები სად არის LGBT პროპაგანდა შესაბამისად არჩევანი როგორც 2024-ში ასევე გაკეთდება 2025-ში თვითმმართველობის არჩევნების დროს არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციაში ქაოსი იზრდება მართველი გუნდი კი 64-ვე ოლქში ფსონს გამარჯვებას ედებს ეს ანუკი ჩხიკვაძე იყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებით დადგინდა, რომ EB-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ქრთამის სახით 300 ლარის აღების სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა ხემცენარეების ადგილწარმოშობის ყალბი ცნობები, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. პრემიერ-მინისტრი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰადას მეიცად შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებსა და განსაკუთრებულ მეგობრობას. ირაკლი კობახიძემ ელჩს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ხაზი გაესვა დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა სამუშაო შეხვედრაზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები და მამხილებლის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით გატარებული რეფორმები განიხილეს. ასევე შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მუნიციპალიტეტების როლი. საჯარო სექტორში არსებობდა ესეთი ცუდი პრაქტიკა, როცა საჯარო მოხელე რამოდენიმე საჯარო დაწესებულებაში იყო დასაქმებული. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიცვალა აღნიშნული კანონმდებლობა და ესე ვთქვათ, სექტემბრიდან ვეღარ იქნება შესაძლებელი აღნიშნული პრაქტიკა აღარ მიეცემა კონკრეტული თანამდებობის პირებს დაკავდნენ კიდევ სხვა საჯარო დაწესებულებებში და მიიღონ გაორმაგებული ხელფასები. კანონი არ შეეხება იმ ადამიანებს, ვინც მაგალითად რამოდენიმე თეატრში არის დასაქმებული, მრჩეველი ვეღარ იქნება ანაზღაურებადი საქმიანობა, ყველა ესეთ დასაქმებულ პირი ვალდებული იქნება წინასწარ განაცხადოს თავისი ინტერესი და შესაბამისი დეკლარაცია შეავსოს. ანუ ჩვენ გვეცოდინება, რომ მრჩევლად დანიშნულ პირს რა ინტერესი გააჩნია, რა ბიზნესი გააჩნია იმისთვის, რომ კორუფციული რისკები გამოირიცხოს. შემდგომი ცვლილება ეს არის მამხილებლის დაცვის მექანიზმები. ეს არის სრულიად სიახლე, სადაც ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს მხილების ძლიერი მექანიზმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში, როცა მოქალაქე მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, არ არის დროული პასუხები ამა თუ იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ეს იქნება რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს და გამჭირვალობას შეიტანს. მამხილებელი არის ნებისმიერი მოქალაქე. მამხილებელი არის
არის საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს კონკრეტულ საჯარო დაწესებულებაში. მაგალითად ნებართვებთან დაკავშირებით, ხო, ვიღაც მოქალაქე უფრო დაჩქარებულად იღებს რაღაც ნებართვას, ვიღაც მოქალაქე თვეების განმავლობაში, ესე ვთქვათ, ელოდება საჯარო დაწესებულებიდან კონკრეტულ პასუხებს. ეს პრობლემები უკვე, ესე ვთქვათ, ვერ დარჩება გამჭირვალობის გარეშე. ეს სფერო მნიშვნელოვანია საჯარო სექტორისათვის, მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისათვის, მნიშვნელოვანია თუნდაც ჩვენი სფეროსთვის, საჯარო შესყიდვების მართვისთვის და ეს ბოლო ცვლილებები, რომელიც განხორციელდა და იგეგმება ჩვენი ხელისუფლების მიერ, ეს ბუნებრივია გააჯანსაღებს გარემოს უფრო მარტივს გახდის ბრძოლას, პრევენციას, კორუფციულ რისკების მაქსიმალურ შემცირებას გამოიწვევს. ჩვენი უწყება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კი ბუნებრივია ერთის მხრივ მჭიდროდ თანამშრომლობს ანტიკორუფციულ ბიუროსთან ამ კუთხით და მეორეს მხრივ ბუნებრივია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან მაქსიმალურად შემცირებისათვის ყოველგვარი კორუფციული რისკების. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე იმერეთის რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იზურებით გადაადგილებული მოსახლეობის საჭიროებები განიხილეს და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით ერთობლივად განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რათა იმერეთის რეგიონში დევნილთა საჭიროებები, გამოწვევები, მათი პრობლემები მყისიერად იქნეს გადაჭრილი და მათთან კოორდინაციაში უფრო ეფექტიანი იყოს ამ პრობლემების მოგვარება. სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ იმერეთის რეგიონში დევნილების პრობლემატიკა, გამოწვევები, საცხოვრებელი პირობები და ვეცდებით მაქსიმალურად გადავჭრათ ეს პრობლემები. შეხვედრა უპირველესად ორიენტირებული იყო დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე. ხაზგასმით ითქვა, რომ მუნიციპალიტეტების უფრო აქტიური ჩართულობა ამ მიმართულებით ჩვენს დევნილ მოსახლეობას უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ერთად ახალგაზრდული რეგიონული ფორუმის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის მიზანია მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობა. ფორუმი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. დღევანდელი ფორუმი იქნება გამოცდილების გაზიარებისთვის, ახალი პროექტების დაგეგმვისთვის და თანამშრომლობის ახალი ფორმატის შემუშავებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა და ჩვენი მხარდაჭერა, როგორც რეგიონული მთავრობის, ყოველთვის ექნება მსგავს ფორმატებს. მნიშვნელოვანი არის ის, რომ თბილისის საკრებულო ამ პროცესებში კიდევ უფრო აქტიურად არის ჩართული და ასევე მიხარია ისიც, რომ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი უკვე მეორე წელია, რაც ამ პროექტში ჩაერთო. შესაბამისად, პროექტის თითოეულ მონაწილეს უსურვებ წარმატებებს. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული არის ახალგაზრდების რეგიონებში გაძლიერება, რასაც ეს პროექტიც ადასტურებს. ეს არის პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთში ცვლიან მოსაზრებებს, იდეებსა და ინიციატივებს სამოქალაქო ჩართულობის, ინიციატივის, განათლების, გარემოს და კლიმატის მიმართულებით. ამ პლატფორმის მთავარი ღირებულება არის ახალგაზრდების ხმა და ენერგია, იმიტომ რომ ახალგაზრდების ხმა და ენერგია არის მთავარი ფაქტორი იმისათვის, რომ თითოეული ის პროექტი, რომელიც დაიგეგმება მუნიციპალიტეტებში და იქნება თქვა საქალაქო, რეგიონული ან საქვეყნო დონის, შესრულდეს ოპტიმალურ დონეზე. ქრონიკა 17 საათზე დასრულებულია. რამდენიმე წუთში ეთერს ნატა მახვილაძე განაგრძობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.